ომის ხო ვერაფერი ვერ ვიპოვე ხო და აი შენ რომ ვერაფერი ვერ იპოვე მაგის გამო კი წააგებ. კაი მაშინ მე ჩავიცნო აი ამას. დრო ამოიწურა. მალე. ძალიან მაინტერესებს გოგო მოვიგებ თუ არა. თუ შეიძლება პირველი მეორე და ეგრე გავკეთეთ. კაი. მე არ ვიცოდი რა უნდა ჩავეცვა, მაგრამ ჩავიცვი ეს. ლურჯი ჯინსის გაბა. ვარდისფერი მაიკა. ჩანთავაც ვარდისფერი იმ შემთხვევაში. აი ხელზე ესაც ხედავთ რომ იკეთია ყველას გაჩვენოთ. ყვავილიც ვარდისფერი სვეტში. გოგნახთავერას. და მე თვითონ თმადი ახაც არა ვარ ბლონდიკა, საერთოდ ის სიმთლიანად არა ვარ. გოგო ამას ძალიან ცუდი ლაპარაკობს და ეკეთები ჩვენსკენ არ არის, ვაი. ვაიმე, უკაცრავად სვეტში რატო იმაშება? გოგონებო გაჩერდით. ბოდიში შემთხვევით ესე ვაწევთ. კარგით. სტილამოსი ვარ. კარგი აბა როგორ ავარჩევთ აზრაზიერება. მე დავწერე ამ გოგონას 5 არის მაქსიმუმი, ამიტომაც მე დავწერე ამას 2-ს რაღაც. არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჯინსი არ უნდა ჩაიცვა, ანუ ლურჯი. ამიტომაც მე ვწერ 2-ს. მე დავწერ არც მე არ მოვწყოს დიდად. მე 2-ს დავწერ. გილოცავ, შენ მიიღე 6 შეფასება, 6 ვარსკვლავი. რა? მარტო 6 ვარსკვლავი? კუთხეში დადექი, რადგან შეიძლება შენ გავარდე. ისინი უფრო ხინჭები არიან. დასვიერებებით. შემდეგი. გამარჯობა. მე ვარ აი ესეთი ვარდისფერები მაცვია ვარდისფერს რაღაც სტილში დიახაც. ეს კაია რაღაც. კი, მეც მომწონს. კაი, მე ამას დავწერ 4-ს, არა 3-ს, რადგან ფეხსაცმელებიც და მაიკაც და შარვალიც არ აქვს მთლად ვარდისფერი, ამიტომაც 3-ს იმსახურებს ლამაზი არის, უხდება ეგ სტილი. კაი, 3-ს იმსახურებს ჩემგან ჩავწერ. ესე. ჩემგან იმსახურებს 4-ს, რადგან ძალიან ლამაზია. თვითონ ხდება ეს სტაილი და ესეთი რაღაც ნივთები. მე კიდე დავწერ 2-ს, რადგან დიდად არ მომწონს. უბრალოდ ლამაზია თვითონ გოგონა, მაგრამ აუთფიტი არ მომწონს, რადგან ძალიან მიტყეპნილია კანზე. არ მომწონს, უკეთ 2-ს ვწერ. კარგი, სულ რამდენია მე დავწერ 3-იანი, შენ 4-იანი, ანუ 7. მე კიდე დავწერე 2-იანი, ანუ 9. გილოცავ, შენ მიიღე 9-იანი. Yes! შენზე მეტი მაგ ეთყობა, შენზე კარგი აუთფიტი მქონდა. ხო გითხარი, სხვა რამე უნდა ჩაგეცვა. შემდეგი. მე გავაგოგე. გამარჯობა, მეც იგივენაირად მაცვია, დიახაც, მე მაცვია ვარდისფერებში, სუსუნთლიანი ვარდისფერებში, მარტო სათვალეა. კანისფერი და მაგას ვაიმე. ბოდიში. მაგას დიახაც არ აქვს მნიშვნელობა. თმაც კი მაქვს თითქმის ვარდისფერი. ძალიან ლამაზია ჩემი აზრით. ეხლა რევიც მაცვია. თქვენ მოგწონთ თუ არა, აბა. თქვენზეა დამოკიდებული, რადგან თუ არ მოგეწონებათ სამწუხაროდ გავარდები, როგორც ქაითა და როზა. კაი, მე ძალიან მოწონს, ამიტომაც ამ გოგოს მოვაფასებ 4-იანს. მე 3-იანს დავწერ, რადგან რა ვიცი,
7-იანი. მე კიდე დავწერ 2-იანს. არა, იყო 3-იანი, რა ვიცი. გილოცავ, შენ მიიღე აი ამ გოგოებიდან ყველაზე მაღალი ქულა 10-იანი. საჩი ვარსკვლავი მიიღე, არ ამჯერა. შენ თვითონ თმაც გაქვს ვარდისფერი და რა ვქნათ აბა. შემდეგი მე ვარდისფერებში ვარ, ძალიან მიყვარს ვარდისფერი, სათვალეებით ვარდისფერი მაქვს. როგორ დაგვავიწყდა და ჩვენ ვარდისფერი სათვალეები იყო. თქვენზე დამოგებით. კარგით. ანუ როგორც ხედავთ, მე მაცივე ვარდისფერებში და მე მგონია რომ ძალიან ლამაზი ვარ. სიმართლე რო გითხრათ, ადამიანებო, ძალიან ბევრი ტანსაცმელი უნდა ჩაგეცვათ. ვარდისფერი განსაკუთრებით ყველაზე ბევრი, მარტო ერთი შეიძლება განსხვავებული ფერის. თმის ფერს არ აქვს მნიშვნელობა, არც კანის ფერს და არც რაღაც სამაჯურებზე შესახებ და არც სათვალეები. მარტო არის მნიშვნელოვანი ტანსაცმელი რო იყოს, მაგალითად 2 ან 3 რამე ნივთიან ტანსაცმელი რო იყოს ვარდისფერი, ნაწილს ამის დაგმოდებით.